დონალდ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი არაამერიკელი პოლიტიკოსი, რომელმაც ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. სააკაშვილმა მოკლე განცხადება Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან 20 წლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და მას ახასიათებს როგორც ძლიერ პიროვნებასა და გამოუცნობ პოლიტიკოსს. ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ისე ყურადღებით და ორგანიზებულად, როგორც არასდროს, ასე სრულდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მილოცვა. დღეიდან უკვე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში 2012 წლის აპრილში იმყოფებოდა. მაშინ მისი ვიზიტი ტრამპ თაუერის მშენებლობას უკავშირდებოდა. პროექტის მიხედვით საქართველოში ტრამპის სახელის მატარებელი ორი შენობა უნდა აგებულიყო. ერთი თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე, მეორე კი ბათუმში. მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ ბრწყინვალების ორდენითაც დააჯილდოვა, რასაც ბიზნესმენის მხრიდან აღფრთოვანება და პრეზიდენტისადმი საქებარი სიტყვებიც მოჰყვა. ამას ახლა პრესის გასაგონად ვამბობ. ყველა ამ კაცზე ლაპარაკობს და შემდეგ ლაპარაკობენ საქართველოზე. ვიზიტი დასრულდა და მოგვიანებით საქართველოს მთავრობად შეიცვალა. ტრამპ თაუერის მშენებლობა კი შეჩერდა. 2012 წელს დონალდ ტრამპის პირველი და ჯერჯერობით ბოლო ვიზიტი საქართველოში არა პოლიტიკოსის, არამედ მილიარდერი ბიზნესმენის სტატუსით შედგა. დღეს ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა და თუ კი იგი საქართველოს კვლავ ეწევა, მისი სტუმრობა სწორედ ამერიკის პრეზიდენტის ამპლუაში შედგება.